დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ორი მნიშვნელოვანი შეგრძნება სიმპტომი დავასახელეთ: თავბრუსხვევა და შფოთვა. რამდენად ხშირია მომართვიანობა მსგავსი სიმპტომატიკით? თავბრუსხვევით მომართვიანობა ძალიან ხშირი არის, მით უმეტეს ამბულატორიაში. იგი უთანაბრდება თავისა და ზურგის ტკივილის მომართვიანობას და უხშირესად თანდართული არის შფოთვით. თავბრუსხვევას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს. ვის თავსაც ეს გადახდა, ასე რომ ვთქვა. თუმცა შეიძლება მარტივად თქვა რეტინამესხავა, მაგრამ არის უამრავი ნიუანსი, რის გამოც სხვათა შორის კლინიცისტები ცოტა ყოყმანობენ, რომ კი მაგრამ რა ჭირს ამ ადამიანს, ვინაიდან საკმაოდ დრამატიზაცია ხდება აი ამ პრობლემისა. აღქმა არის საკმაოდ ისეთი სხვადასხვანაირი, მრავალი კუთხით და ამის და გამო ზუსტად არის, რომ თავბრუსხვევა სხვადასხვანაირად ხასიათდება, თუნდაც კლინიცისტებისთვის ის არის სისტემური, ჭეშმარიტი, როტატიული თავბრუსხვევა და ამიტომაც საკმაოდ ცოტა გაუგნებას იწვევს გარკვეულწილად ექიმებშიც კი. სანამ დაადგენენ რასთან არის ეს დაკავშირებული, ვინაიდან ხდება მდგომარეობის დრამატიზაცია. და ხანდახან იგი მასკირებას უკეთებს საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ პრობლემებსაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თანდართული არის შფოთვით. სხვათა შორის იგი წარმოადგენს ტრიგერს ძალიან ბევრი დაავადებისათვის, განსაკუთრებით ტრავმებისთვის. თავისთავად, როდესაც არ ხდება აღქმა სივრცეში ადამიანის და ხდება წონასწორობის დარღვევა, ამის თავისთავად შეიძლება მოხდეს თანდართული იყოს ტრავმების განვითარებით. ასევე ძალიან ხშირი მიზეზი არის შემდგომ უკვე შფოთვითი აშლილობების, როგორიც არის სომატოფორმული აშლილობები და ასევე დეპრესიის, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ, თუმცა ხანდახან გადის უკვე თავბრუსხვევის ობიექტური რეალობიდან, მაგრამ მას რჩება შიში, შფოთვა და ეს უკვე იწვევს აი ამ პაციენტის მძიმე მდგომარეობას. ამიტომ მომართვიანობაში ძალიან ხშირად გვაქვს და ძალიან ბევრ შემთხვევაში და ბოლო პერიოდში დაახლოებით 20 წლებიდან უკვე დადგა დიაგნოზი, ეს არის ხშირი დიაგნოზი, ეს არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევის, რომელსაც ადრე რატომღაც ამას ეძახოდნენ, რომ რაღაცა ესეთი ვასკულური გენეზის დისკომფორტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის პოზიციური პაროქსიზმული კეთილთვისებიანი თავბრუსხვევა, რომელიც თანდართული არის ესეთი მწვავე შეტევითი თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, თან ერთვის ვეგეტატიური გამოვლინებები, როგორც არის გულისრევა, ღებინება და ძალიან დრამატული არის ეს. ეს არის ნევროლოგიური წარმოშობის. ეს არის ნევროლოგიური წარმოშობის განსაკუთრებული. ეს არის ნევროლოგიური წარმოშობის ჭეშმარიტი სისტემური თავბრუსხვევა. ხალხურად რამე ქვია, არასამედიცინო თავბრუსხვევა. არა, თქვენ რასაც აღწერდით ახლა სამედიცინო ეს უკვე სამედიცინო ტერმინია, კი და თავბრუსხვევა ესე. თავბრუსხვევა ესეც ერთ-ერთი კი, უკვე მე დიაგნოზს უსვამ თავშეს, იმიტომ რომ თავბრუსხვევაზე პასუხისმგებელი არის წამოდიდა შიგნით აყურის სტრუქტურები, შემდეგ მიმდინარე თავის ტვინის ღერო, ნათხემი, ქერქი, კონკრეტულად კი საფეთქელ თხემის ნაწილებისა. ეს არის გზა, ეფერენტული გზა, რომელთაც ხდება უკვე თავბრუსხვევის და ჩვენ წონასწორობის დაცვა. და გულისრევა არის მნიშვნელოვანი სიმპტომატიკა. გულისრევა ეს არის ვეგეტატიური ნერვული ბურთებით უკვე ჩაერთვება ამ სიტუაციაში და უკვე გულისრევა ღებინებით არის თან დართული. კი ბატონო, ეს არის. აი ასე დროს რომელი კვლევებია ყველაზე ესეთი ეფექტური ახალ ტექნოლოგიური მიმართულები და თვითონ თოდუას კლინიკა რას გვთავაზობს, როდესაც ასეთი ჩივილით მოდის პაციენტი? პირველი, რაც მინდა ვთქვა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველი არის პაციენტი, რომელიც მოვიდა, არის დრამატული და ამ დროს შეფასება. პირველი ხდება ყოველთვის ნევროლოგთან, რასაკვირველია. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ თავბრუსხვევა ხანდახან კი არა და უმეტესწილად ძალიან ბევრ დაავადებას ახლავს თან. ანუ შეიძლება იყოს დაუშვათ კარდიოლოგიური პრობლემა, რომელიც იყოს თანდართული თავბრუსხვევით, კუწნაწლავის პრობლემა და შეიძლება მოხდეს სხვა დარგის სპეციალისტთანაც, რასაკვირველია ეს პაციენტები. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ შეფასებას. ამიტომ ხშირად კარდიოლოგი, როდესაც მიდის მასთან პაციენტი თავბრუსხვევით და ხედავს, რომ ეს მისი თავბრუსხვევა, ასე ვთქვათ, ჩაკითხვით არ არის, აი პირდაპირ მოდის გადმოპორტირება, ასე ვთქვათ, პაციენტის ნევროლოგთან შეფასება და როდესაც ჩვენ უკვე ეჭვირო ეს ჭეშმარიტად თავბრუსხვევა არის, პირდაპირ შეგვიძლია პაციენტს ჩაუტაროთ რადიოლოგიური გამოკვლევები. ხა რატოა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თავის ტვინის სტრუქტურა
სტრუქტურების გარკვეული დაზიანების შემთხვევაში, მაგალითად როგორც არის გარკვეული ნერვების სიმსივნეები, შვანობები, ნევრინომები, მოხდეს მათი დიაგნოსტირება, რომ ეს არის დაუშვათ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პორციის დაზიანებით განპირობებული თაბრუსხვევა, თუ ეს არის უბრალოდ რაღაცა სხვა დაუშვათ იგივე კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თაბრუსხვევა, რომელიც კუპროლითიაზით ან სხვა პრობლემის გამო არის გამოწვეული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მნიშვნელობა აქვს ის, რომ არის გუნდი, რომელიც განსაზღვრავს და სწორედ აფასებს კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ ჩივილს. არის ისეთი თაბრუსხვევები, რომლებიც განსაკუთრებულად საყურადღებო, თქვენ რაც ვთქვით, ეს თავისთავად, ხო, როდესაც არის გარკვეულ სიმსივნურ საკითხებზე საუბარი, თუმცა არის ინსულტის ალბათობა, ვესტიბულოპათიის ალბათობაც, ამაზეც მოგიყევით. ინსულტის ალბათობა რასაკვირველი არის, როდესაც ხდება ესეთი უკანა ცირკულაციის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მწვავე ინსულტი ხანდახან ვითარდება ხოლმე ესეთი ძლიერი თაბრუსხვევით, გულისრევით, ღებინებით, თავის ტკივილით და თანდართულია გარკვეული გარდავესტიბულური, ასევე სხვა კრანიალური ნერვების პათოლოგია და ამ შემთხვევაში ძალიან შეიძლება ისე იყოს ჰემიატაქსია და ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ნევროლოგის შემოწმება სტატუსის განსაზღვრას, მდგომარეობის შესწავლას, აღქმას. და სხვათა შორის ამასაც ძალიან ესე ვთქვათ ოპერატიულად ვადგენთ თოდუას კლინიკაში. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო ქალბატონი ჩამოსული რაიონიდან, რომელმაც მომართა კარდიოლოგს, ვინაიდანაც ჰქონდა დაატვირთული ანამნეზი კარდიოლოგიური და ჩვენ კარდიოლოგ ქალბატონ თამართან რომ მივიდა, შეატყო რომ რაღაცა მეტყველების დისკომფორტი იყო, სასწრაფოდ ჩავერთე ასე ვთქვათ მეც და აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა მეტყველების დარღვევა ესეთი საკმაოდ რთული სენსომოტორული აფაზიის სახით. სწრაფადვე გამოვიძახეთ სასწრაფო მანამდე და გადავიყვანეთ უკვე გეგმიურად სტაციონარში სასწრაფოდ, იმიტომ რომ იგი სჭირობდა სტაციონარულ ჩარევას და დაუყოვნებლივ. და აღმოჩნდა რომ გარდამავალი ტრანზიტოლურ შეტევასთან ჰქონდა საქმე, ეს ქალბატონი კარგად არის და გაეწიეს შესაბამისი, ეს არის ადეკვატური მენეჯმენტი გარკვეული პათოლოგიისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ხა თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი გამორჩეულია მულტიფუნქციური გუნდით, ხო და აი რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ერთ დაწესებულებაშია ნევროლოგიც, კარდიოლოგიც, რადიოლოგიც. ანუ ეს არის ზუსტად ეს, რომ სწრაფად ხდება ადეკვატურად შეფასება მდგომარეობის. აი ასევე იყო კიდე ერთი მე მაქვს დაგროვილი გარკვეული кейსები, რომელიც ძალიან საინტერესოა, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სამსახურში გახდა ცუდად, ეს იყო 25 წლის, რომელსაც ჰქონდა ამნეზია, მას არ ახსოვდა და მოვიდა თაბრუსხვევით და არ ახსოვდა რა დაემართა მანამდე. მოყვა მშობლები, საკმაოდ ესე აღშფოთებულები და რომ გავსინჯეთ, სასწრაფოდ ჩავთვალე მე რომ აქ შთაბეჭდილება დამჭა, რომ იყო მწვავე სისწარღვოვანი პათოლოგია, სასწრაფოდ გავუშვით რადიოლოგიურ კვლევაზე, ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და დიაგნოსტირდა, რომ მას ჰქონდა ჰემორაგია. ინტრავენტრიკულური პარკუჩი და ჰემორაგია, სისჩაქცევა და ასევე დავამენეჯმენტეთ ეს და გადავიყვანეთ სტაციონარში, ასე რომ რასაკვირველია ესეთი შეთანხმებული გუნდი, რომელიც აი კარდიოლოგი, ნევროლოგი, რადიოლოგია, იქ ინფექციონისტი, ნოზოლოგიიდან გამომდინარე, უფრო ადეკვატურად აფასებს თუნდაც აი ამბულატორიაში თითქოს და მშვიდად მოსულ პაციენტს, რომელიც ხანდახან საკმაოდ მწვავე და მძიმე პაციენტია, რომელსაც სჭირდება ადეკვატური ჩართვა მთელი კლინიკის გუნდის. როგორც წესი თქვენი პაციენტები მწვავე შემთხვევებია, რადგანაც ეს თაბრუსხვევა შეიძლება იყოს რაღაცა პერიოდული, რეგულარული, რომელი არის ის შემთხვევა, როდესაც თვითკუნალობას, ასე ვთქვათ, არ უნდა იყოს ადამიანმა ხელი და დროულად მოხდეს ექიმთან, ხო, ერთჯერ, ორჯერ რამდენჯერ შეიძლება ეს შეგრძნება გაჩნდეს, რომ გახვედროს, რომ დროა ექიმთან მიზნეს. ნუ თუ არის რომ დაუშვათ იგივე აი დაუშვათ კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თაბრუსხვევების დროს, თუ ის ხანმოკლეა, ხან პაციენტს გადაუვლის ეს მდგომარეობა და არ მოდის ექიმთან, მაგრამ ჩაეძიები ხშირად აქვს ხოლმე მას, რასაკვირველია ეგეთი დისკომფორტი, წონასწორობის დარღვევა, მაგრამ იმდენად ხანმოკლეა, რომ არ თulisებს გაუვლის. არის ესეთი, რომ გაუვლის, კარგად არის, არ მოვა. მაგრამ როდესაც ხდება უკვე მისი გახანგრძლივება
ხანგრძლივება და უკვე ნელ-ნელა დაიწყო, გავიდა ერთი დღე, გავიდა ორი დღე, უკვე ცხოვრების ხარისხმა სამსახურში ვერ წავიდა, დისკომფორტი აქვს, ვერ ადგა, ვერ გააკეთა ყოველდღიური საქმიანობა. აი მაშინ უკვე მოდის კლინიკაში და მაშინ უკვე დგინდება მისი დიაგნოზი, რასაკვირველია. მაგრამ რაც შეეხება ახლა ესეთი დრამატული და უშუალოდ ინსულტით გამოწვეულ თაბლოსხმას, ეს უფრო დრამატული არის, იმიტომ რომ ეს ესეთი არ არის, რომ აი კარგად გახდა, ეს უარესდება და გარკვეული სიმპტომები მერე თან ერთვის ამას. ამიტომ მათი მომართვიანობაც შეიძლება იყოს დროში უფრო გახანგრძლივებული, მაგრამ აუცილებლად მოდიან. ნუ მაყურებელს ვეტყვი, რომ თუ თქვენ ატყობთ, რომ და ესე წამოდექით ჩვენი ერთ დღეს საწოლიდან და უცებ ხედავ, რომ წონასწორებას ვერ იკავებ, თავბრუ დაგეხვა, არ შეშინდეთ პირველ რიგში, არ აყვეთ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად ავნებს ამ დროს და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ნევროლოგთან. აი ამას ვეუბნები ყველას, იმიტომ რომ უნდა შეფასდეს, რამ გამოიწვია ეს თაბრუსხვევა. ნუ თაბრუსხვევა მაინც ასაკში უფრო ხილებულია და ხშირდება და სხვათა შორის ამ ბოლო დროს, აი რასაც მივაქცია ყურადღება როგორც კლინიცისტმა, ძალიან ხშირად შფოთვისა და თაბრუსხვევის მიღმა ასაკოვან პაციენტებში ხდება აი დემენციის მასკირება. აი მათ აქ შფოთვა, აქ თაბრუსხვევა, მოდიან უწყებ გამოკითხვას და ხედავ, რომ კოგნიტურად ძალიან დაზიანებულია უკვე პაციენტი. აი ამ ბოლო დროს ამას მე უბრალოდ ჩემი გამოცდი. კი. სტატისტიკით. ამიტომ ჯობია რომ რასაკვირველია მიმართოთ ესეთ თავისთავად კლინიკებს. მადლობა.